სვანები და მეგრელები ყველა ნათესავები არიან. დაიმახსოვრე აი ეს დღევანდელი დღე, შენ ხარ 18 წლის, ულამაზესი გოგო ხარ. შეიძლება გოგონა იყოს 40 წლის, მაგრამ კომპანიას არ გამოადგენს. კომპანიას ყოველთვის ჭირდება განათლებული, ჭკვიანი და საღად მოაზროვნე ადამიანი. შენ ხარ 18 წლის, რადგან შენ აქ მოხვედი, ბატონმა კოტემ კომპანიის დირექტორმა წარგადგინა და მე ორი სიტყვით გაგესაუბრე, მე დარწმუნებული ვარ, შენ ზუსტად ის ხარ, რომელიც ჩვენს კომპანიას გამოადგება. ჩვენ ახლა ეს არის ჩვენი რა ქვია ისა შალვა? ემბლემა. ჩვენი ემბლემა, რომელიც ერთ დროს ძალიან დიდი იქნება, Mercedes და BMW სახელსაც გაასწრებს და კოტე, შენ როგორ დირექტორი გაუკეთეება პიჯაკზე და ეს ყველა მინდა იცოდეს, ყველა სტუდენტებმა, ყველა ახალგაზრდებმა მინდა იცოდეს, ჩვენმა სტუდენტებმა, ჩვენია ყველა მთელ საქართველოში მაცხოვრებელი ახალგაზრდა გოგო ბიჭები. მე ყოველთვის ერთი და იგივეს ვეუბნები ყველას, რომ მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაზე არის განათლება. აი განათლებული უნდა იყო, განათლებული ტიპი უნდა იყო, აი გოიმი არ უნდა იყო. განათლებული როცა ხარ, მე ჩაცმაც იცი, საუბარიც იცი, სიარულიც იცი, ხუმრობაც იცი და ყველაფერი გამოგდის. თუ არა ხარ განათლებული, ვერც იხუმრებ და ვერცაც საზოგადოების წინაშე ვერ დაждდები. შემწხვება. აი ზუსტად ანის რომ უთხარი რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ინგლისური ენის ცოდნა, მან ერთი რაღაც შეკითხვა დაუსვი და წამში არც ელოდა თუ ამ შეკითხვას დაუსვამდი, მაგრამ აი წამში ისე მიპასუხა რომ მე ვარ გაოცებული. არც ჩემი ნათესავია და ნათესაობით კოტე ჩვენ რო არავის აქ არ ვღებულობთ, ერთელმა საქართველოს ჩემთვის და კომპანიისთვის თავარია იყოს ჭკვიანი და განათლებული. ახლა უყურეთ როგორ არის. აქ ანი რა პრაქტიკასაც მიიღებს. ოდესმე მიიღებს სადმე. აი მსოფლიო გამოფენაზე წავა გოგო 18 წლის და მსოფლიო გამოფენაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს და ჩვენი კომპანია რა არის, იქ უნდა დაახასიათოს, ხო? ამაზე უკეთესი რა არის დედისა და მამისთვის მითხარი. და 18 წლის ასაკში ამზე კარგად ინგლისური რო იცის, შენ რატო არ იცი, ხო? იმან რატო არ იცის, შეიძლება კაცო საბუთი მოგონდეს, უმაღლესი მაგ დამთავრებული იძახიან, ხო? აი ბევრმა იცის რა თქმა უნდა, უმაღლესი მაგ დამთავრებული იძახიან.